არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების მიხედვით, ტირილი ანუ ცრემლების დენა ემოციური რეაქციის შედეგად მხოლოდ ადამიანური რეაქციაა. სხვა ძუძუმწოვრებში, როგორებიცაა ძაღლები, სპილოები ან თუნდაც დელფინები, შეიძლება გავიგოთ ხმოვანი რეაქციები, რომლებიც თითქოს წუხილს ან წუწუნს წააგავს, მაგრამ მეცნიერები ამას არ აკავშირებენ ემოციურ გამოვლენასთან, ანუ ცრემლების გამოყოფასთან გრძნობების გამო. ადამიანი არის ერთადერთი სახეობა, რომელიც ტირის სევდის, სიხარულის, ტკივილის ან სხვა ემოციური გამოხატულების გამო. რა არის ცრემლის ანატომიური არსი? ეს სამწუხაროდ უნდა წავიკითხო. ეს არის ბიოლოგიური სითხე, რომელიც წარმოიქმნება ცრემლმდენი ჯირკვლების მიერ და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს თვალის ჯანმრთელობის და დაცულობისათვის. თითოეული ცრემლი შედგება 3 ფენისგან. ლიპიდური, ანუ ზედა ფენა, ყველაზე ზეთოვანია. ის იცავს სითხის აორთქლებას და აკონტროლებს დატენიანების განაწილებას. შუა, წყლიანი, ყველაზე სქელი ფენა. შეიცავს ლაქტოფერინს, აქვს ანტისეპტიკური მოქმედება, ატენიანებს რქოვანას და ქსოვილს. და მესამე ფენა, მიოცინური, თვალთან მიმდებარე ფენა, ხელს უწყობს ცრემლის მიკვრას თვალის ზედაპირზე. ცრემლები მარილიანია, რადგან ისინი შეიცავს ელექტროლიტებს, მარილის იონებს, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი და მაგნიუმი. თითოეული თქვენ ცრემლი შეიცავს დაახლოებით 0.3 მგ მარილს. ცრემლები მოდის თქვენი მეიობომური და საცრემლე ჯირკვლებიდან, ასევე გობლის უჯრედებიდან. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ეს ეგზოკრინული ჯირკვლები თვალების ზედა გარე კუთხეში. სწორედ ამიტომ სამედიცინო ტერმინი ცრემლების ღვრით არის ლაკრიმაცია. როცა თვალებს ახამხამებთ, შემდეგ ისინი ჩაედინება თქვენს ცრემლსადენ სადინარში, რომელიც გადადის ცხვირის უკანა ნაწილში. იქ ისინი ან აორთქლდებიან, ან ხელახლა შეიწოვებიან. საცრემლე ჯირკვლები აქტიურდება ძლიერი ემოციების, მექანიკური სტიმულაციის ან ანთების დროს. ცრემლების ტიპები არსებობს შემდეგნაირი: ბაზალური ცრემლები, თვალის მუდმივი დატენიანებისთვის, რეფლექსური ცრემლები, გაღიზიანებისას, მაგალითად როგორც შეიძლება გამოიწვიოს ხახვის სუნმა, მტვერმა ან ქარმა. და ასევე შეიძლება იყოს ემოციური ცრემლები, რაც შეიძლება გამოიწვიოს სტრესმა, სიხარულმა, ტკივილმა და სხვა ძლიერმა ემოციებმა. სიხარულის ცრემლები. ტირილს სიხარულის გამო ძალიან ღრმა მნიშვნელობა აქვს. სიხარულის ცრემლები სხეულსა და გონებას ეხმარება ემოციური წონასწორების დაბრუნებაში. ფსიქოლოგიურად ბედნიერებისგან ტირილი რეალურად ძლიერი ემოციური რეგულაციის ფორმაა. ანუ ტირილი სიხარულისგან წარმოიქმნება მაშინ, როცა ტვინი ვერ ხსნის, რატომ აქვს ასეთ მძლავრ სიხარულს ადგილი და გამოხატავს მას ცრემლებით. სიხარულის ცრემლები ეხმარება სხეულსა და გონებას ემოციური წონასწორების დაბრუნებაში, ბალანსირებაში. მექანიზმი იგივეა, რაც სევდის დროს. ცრემლები ამცირებს სტრესის ჰორმონებს, აწყნარებს ნერვულ სისტემას და გვაძლევს შვებას. ბედნიერებისგან ტირილი ასევე შეიძლება ძლიერი ნერვიულობისა და დაძაბულობის შემდგომ, მაგალითად შვილის დაბადებისას, მოულოდნელი წარმატების მიღწევისას. ამ დროს ცრემლები შეიძლება იყოს ნერვიულობის შემდგომ ფსიქიკური განმუხტვა. სიხარულის ცრემლების ფსიქოლოგიური ღირებულებების შემდეგია: ემოციური სიმყიფის და სიღრმის არსებობა, ურთიერთობებში სილაღესა და ავთენტურობის დამკვიდრება, სხეულისა და გონების ჰარმონიის და ბალანსის ჩამოყალიბება. სიხარულის ცრემლები არ არის სისუსტე, არამედ ადამიანის ფსიქიკის უნიკალური უნარი, გაუმკლავდეს ძლიერ პოზიტიურ შეგრძნებებს სიყვარულით, მადლიერებითა და თანაგრძნობით. ტკივილის ცრემლებს, ანუ ცრემლებს, რომლებიც ფიზიკური ან ემოციური ტკივილის შედეგად ჩნდება, ძალიან მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური როლი აქვს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოვლინება იმისა, თუ როგორ ერთიანდება გონება და სხეული. ფიზიკური ტკივილის ცრემლები, ეს არის რეაქცია, რომელიც გამოწვეულია მაგალითად ძლიერი ტრაუმით, დარტყმით, მოტეხილობით, დამწრობით და კიდევ უამრავი სხვა გარე ფაქტორით. ტკივილი აქტიურებს ნერვულ სისტემას, განსაკუთრებით სიმპათიკურ ნერვულ სისტემას, რაც ცრემლების გამოყოფას იწვევს. ტკივილის ცრემლები შეიცავს მეტ სტრეს ჰორმონს, მაგალითად კორტიზოლს და ენკეფალინებს, ნივთიერებებს, რომლებიც ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებლებია. ტირილი ფიზიკური ტკივილისგან ეხმარება სხეულს განმუხტვაში, ტკივილის შემცირებაში და აწვდის შვებას. და ბოლოს ემოციური ტკივილის ცრემლები, გულის ტკივილი, სიკვდილის გაგების შემდგომ ტკივილი, გაუგებრობის, მიტოვებულობის ან სირცხვილის განცდის გამო
ტირილი დეპრესიის, მარტოობის ან შიშის ფონზე. ფსიქოლოგიური მექანიზმები. ტკივილის ცრემლები ამცირებს ემოციურ ზეწოლას და ხელს უწყობს რეგულაციას. ის გვაძლევს ემოციური განთავისუფლების საშუალებას და ხშირად შვებას ან მგრძნობელობის შემცირებას იწვევს. ტირილი ასევე სოციალური სიგნალია, რომელიც სხვებს უჩვენებს, რომ გვტკივა და მხარდაჭერა გჭირდება. კვლევები აჩვენებს, ტკივილის ცრემლები ყველაზე ხშირად დაკავშირებულია კომპლექსურ ემოციებთან, როგორიცაა სევდას დამატებული შიში და დამატებული უკმარისობა. ცრემლები ამ დროს ხშირად მოდის უფრო სიღრმიდან და ხანგრძლივად, ვიდრე სიხარულის ცრემლები. ტირილის შემდეგ სხეულში იზრდება ოქსიტოცინის და ენდორფინების დონე, რაც ბუნებრივი დამამშვიდებელია. ადამიანის ასეთ დროს ტირილი ეს მისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებაა, სხეულის და გონების. ამ ვიდეოს შემდგომ იმედი მაქვს არასდროს არც ბავშვს, არც მოზარდს და ზრდასრულსაც არ მიუთითებთ და არ ეტყვით ბანალურ სიტყვებს ნუტირი. ტირილი და ცრემლები არ არის სისუსტე. ეს არის ბუნებრივი თავდაცვითი და რეგულაციის მექანიზმი. ისინი გვაერთიანებს როგორც ბიოლოგიურად, ისე ფსიქოლოგიურად და აჩვენებს, რამდენად მჭიდროდაა დაკავშირებული სხეული და სული. გამარჯობა, მე გუგა ვარ და ეს პაციენტის მე-9 ვიზიტია.